მოგესალმებით მეგობრებო, ისევ სახელოსნობარიდან, იმიტომ რომ ჩვენი არხის სპონსორი არის სახელოსნობარი, როგორც ყოველთვის დამარაჯამ. მოკლედ დღეს გადავწყვეტეთ ესეთი ამბავი, რომ განვიხილოთ საბოლოო ჯამში ის ორი ბეთლი, რაც უკვე ჩვენს არხზე დაიდო და მაგ თემებზე ვილაპარაკოთ რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა გაიჩნდა უშუალოდ ჯიურის მიმართ რა. მეც რაღაც მომენტში ვიყავი ხალხის აზრზე, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ გრაფთერის პერფორმანსი ბევრად უფრო მომეწონა, მაგრამ ზუსტად მაგით არ ვარ მე ჟიური, რომ იმ დონეზე არ ვუღრმავდები ბეთლებს, რა დონეზეც ის ხალხი, რომელიც ჟიურით მყავს არჩეული. შესაბამისად, ეხლა დღეს მხოლოდ ედი და დოკი გვყავს, იმიტომ რომ პელე არ ვიცით, სადაა. და აქედან გამომდინარე, ეს ორი ადამიანი განიხილავს უშუალოდ იმ დეტალებს, რის გამოც თუნდაც იმ ორ ბეთლში რა ორი ბეთლიც უკვე დავდეთ, რა კრიტერიუმებით მისცეს ხმა და რატომ მისცეს ხმა, ამ ყველაფერს უკვე გავივლით რა. მოკლედ, სალამი, ოქში არ გვინახავს ერთმანეთი. ხო, იდოქში რომელი დაიწყოთ პირველი რომ მოგინდეთ მაგ ყველაფერს გასაინტერესო განვიწეროთ. აი დავიწყებ და თან ასე დიალოგის რეჟიმშიც ვილაპარაკოთ. ხო, დავაი. მე უცმობრობ მაგრამ გენას ვაუჩემთ. მოკლედ, თავარი პრობლემა რაც იყო გრაფტერთან რა, ჩემი აზრით. მოკლედ, ყველა უთანხმდებით, რომ გრაფტერს ჰქონდა კარგი დელივერი, ანუ ყველას მოეწონა მაყურებლიდან, როგორც გადმოსცემდა რა, რაღაც პონჩი წამოიღო ყურისთვის სასიამოვნოდ რითმებმა. მაგრამ ეგ ხდება მაშინ, როდესაც ანუ ისე თუ მოусმენთო არ ჩაუღრმავდები რის თქმა უნდა და მაშინ კარგად ისმის რა, მაგრამ როდესაც სიტყვით გაარჩევ, ხვდები, რომ უმეტეს შემთხვევაში აზრები, რომელსაც გრაფტერი ამბობს, არსად არ მიდის და თუ მიდის, იმ ფორმით არ მიდის, როგორც აკაპელაში უნდა მიდიოდეს. ახლა აი ეს დელივერის თუნდაც რა, პირველ რაუნდში აი კრაუდ რეაქციებს ვითვლიდი გრაფტერის პირველ რაუნდზე და იყო აი ნული, აი მყარი ნული. არსად არ ყოფილა, რომ აი კრაუდი აყვირა პირველ რაუნდში ან რაღაცა ემოცია გამოიწვია რა. მაგრამ ისეთი არა. ანუ რეაქცია ახლა რაღაცა დილს რომ მორჩება, ტაში დაუკრავენ კი, მაგრამ ანუ აი ბუნებრივი ემოცია, რომ აი რაღაცა პანჩლაინი თქვა და ხალხი ეგრევე რაღაცა არ ყოფილა რა. და როდესაც ეგეთი აი ერთი სიტყვას არ გეშლება, რითმაში მიდის და ყველაფერს ბაზრობ ისე რომ პერფორმანსში პრობლემა არ გაქვს და მაინც ეგეთი სიჩუმე გაქვს, ეგ პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ ან ვერავის ვერაფერი ვერ გააგებინე, ან რაღაც ისეთი გააგებინე, რაც მათთვის საერთოდ არ იყო მაგარი რა. ბიჭო, სანამ გაგრძელო, კაროჩე ძალიან ბევრი თემა იყო იმაზე, რომ აი თქვენ როგორც ახსენეთ რა, თქვენი აზრი, რომ აი შენ მოიტანე რაღაც განათლება, რომელიც საერთოდ არ იყო საჭირო და არ ვარ ვალდებული ის, რაც შენ იცი, მე ვიცოდე, არ არის რა ეგეთი ზოგადი განათლება. აი მაგ მხრივ რა იყო უშუალოდ ისეთი პრობლემა, ან რამაც კაროჩე ეგ სიტყვები გათქმევინათ, რომ ანუ მაგალითად რომ ორი სიტყვა რო ვთქვა ასე რა. ანუ უყურე მე მივაგენი აბლაბუდას უსიერ ტყეში აკუტა გავა რაღაცა გვადალახარა იყო ნახსენები ასე ელმენჩო ანუ იყო ჯერ ერთი მე ეგენი გავარჩიეთ და გავედით იქამდე რომ პანჩლაინი მაინც არ იკვრებოდა მაგ სიტყვები ანუ პანჩლაინი კი არა მნიშვნელობა ერთმანეთთან არ კავშირდებოდა რა ორი თემა ერთმანეთთან კავშირში არა ხო და უყურე მეინსტრიმზე რომ გამოდიხარ აკაპელაზე, კაი, მესმის რომ შენ საძმა კაცოში შეიძლება ტიპებს იცნობდები და იცი რაც იციან. ხო, საერთო განათლების ხო, მაგად გააგებინო, მაგრამ შენ გამოდიხარ მეინსტრიმზე და მაგას იმიტომ აკეთებ, ანუ იმიტომ უნდა გააკეთო, რომ ვინც მოდის, ვინც ფული გადაიხადა, ვინც უნდა გიყუროს, მაგათვის გასაგებად ისაუბრო რა. ახე, ანუ აკუტა გავაზე არ მაქვს არანაირი პრეტენზია რა. მე მაქვს, ახლა არ ვიცი რა. ბაზარი არა, მაგრამ აი ხო არიცი ეგ უსიერ ტყეში აკუტა გავა. ხვდები რომ ესე იგი აკუტა გავა რაღაცნაირად უსიერ ტყესთან არის კავშირი და ნუ აკუტა გავა თუ მწერალია, ესე იგი ეს მისი მოთხრობა იქნება რა. ხო. მაგრამ პრობლემა რა შეეხა რა? რა ითქმება ამით რა? ანუ იმ ტიპს რა მე ახლა მე რო შენ გითხრა რომ მე რაღაცებს მივაგენი უსიერ ტყეში აკუტა გავა. რას მივაგენი? ანუ მე ხო უნდა მეთქვა შენზე მაგალითად რომ მივაგენი შენი ბავშვობის ფოტოს, რომელშიც რაღაც შორტები გაცვია და ანუ მაგაზე უნდა გეკაიფო და მე უნდა აუხსნა რომ ამ ფოტოს მივაგენი ისევე როგორც რაღაცა ვიღაცამ რაღაცას მიაგნო და ეგენი ვეძებო. ანუ ეგ სიტყვები უნდა ყოფილიყო რაღაცასთან პარალელი და არის ცალკეულად აზრი არ აქვს. მაგას ვამბობ. ტელეფონში მქონდა კიდე ამოწერი მქონდა რა მაქვს.
რაღაც მომენტში იძახის, რომ ეხლა ვაგიხსნიო, ეს არისო ამენსიიზმიო. და თქვი, ამენსიიზმი რა არის, დამაინტერესა, შევედი, ვსერჩავ, აღმოჩნდა, რომ ეს სიტყვა არ არსებობს საერთოდ და არის ამენსალიზმი. მაგრამ რატო, ბიოლოგიური ურთიერთობის ფორმა რაღაც ორ ორგანიზმს შორის რა, ერთი სარგებელს არიღებს, მეორე ბიჭო, ბაზარი არაა, ხო, ეს კაი ამენსალიზმი ვთქვათ რა, რომ ეს ამენსალიზმი და აგიხსნი ამას. მაგრამ მოდი მართლა ამიხსენი, რომ იქნებ ისეთ დონეზე დამიყვანო, რომ მე სარგებელს ვიღებ ამითი, რომ ბეთლს ვიგებ და შენ ვერ იგებ ბეთლს და ვერც სარგებელს ვერ იგებ და ეს არის ამენსალიზმი. ეს მაინც თქვი რა, პროსტაზე ნასროლი სიტყვები არაფერი არა, ისიც მაგალითად რა. ეხლა ვაგიხსნიო მე რაღაცას და შენი იმპერიალიზმიო და ამ ყველაფერსო ეს და მე კატაბოლიზმიო რა. და კატაბოლიზმი არის ორგანიზმში თუ სწორად მახსოვს რა, რაღაც ნივთიერებების დაშლა თუ რაღაც მეტაბოლიზმი და კატაბოლიზმი რა. ორგანიზმში მიმდინარე რეაქციებია, ხო, დაშლის რეაქციები. ხო. და კატაბოლიზმი ხო წინათ ბაზრობთ იმაზე, რომ მაგალითად კატაბოლიზმი შეიძლება ერქვა იყო და ეთქვა იმპერიალიზმის მერე, რომ ეს არის რაღაც იმპერიალიზმი და როგორც ამ იმპერიის კედლებს დაგიშლი ისე როგორც კატაბოლიზმი. დავუშვათ რა. მაგრამ ეგეც არაფერი არაა რა. რენდომ ნასროლი ფანჩია, ჯებია რა. ახლა კიდევ რომ საუბარი იყო, აი მე სტორიზებს მქონდა დადებული, რომ რითმა არის მეთქი ყველაზე მარტივი, აი მინიმუმი, რაც მოეთხოვება ტიპს, როდესაც გამოდის ბეითლორებში ან რეპავს ან რამე ჰიპ-ჰოპთან დაკავშირებულ საფრთხილ რომ აკეთებს, რითმით იწყება. ვერბალური ჰიპ-ჰოპთან, თორე ხო, ვერბალურ, ხო, ეხა გრაფიტზე ხატვას რითმა არ უნდა. ხო, თუ არ დააკომპლექტე მაგაზეც მოგდგები. კი ბატონო. ხო და რითმა არის ელემენტარული, ხო? შენ თუ იმ ელემენტარულს კარგად აკეთებ, აკაპელას მაგითი ვერ მოიგებ, იმიტომ რომ ელემენტარულის კარგი კეთება არ არის აკაპელა რა. აკაპელას ბირთვი არის თავარი ძრავი არის ფანჩი და ამ ფანჩს უნდა მოაშენო ყველაფერი სხვა. მაგრამ თვითონ მაგ რითმებზეც რო ვისაუბროთ, ახლა პროსტა არაფერს არ ვიტყვი, გარდა მაგალითისა პირდაპირ ჩამოვთვლი, აი რა რითმების სქემა იყო მესამე რაუნდში, რომელიც არის ძალიან მოკლე რაუნდი, თვითონ ზომითაც. მესამე რაუნდში არის 2 წუთიანი რაუნდი თუ 3 წუთიანი, ანუ მოკლე რაუნდია. ძირითადად არის რითმების სქემები და ახლა ვნახოთ რა რითმებზია აქ საუბარი. მინიმალიზმი, ამენსილიზმი, დუალიზმი, იმპერიალიზმი, კატაბოლიზმი, ინფანტილიზმი, ეგზისტენციალიზმი, სიმბოლიზმი და ფატალიზმი. ანუ ეს რავი არ თვლი რომ ხალხს ამაზე კომენტარი უნდა გავუკეთო რა საერთოდ აი რა არის აქ გაზეთი. რა უნდა გავუკეთო უნდა რა მაინც. მოკლედ მე გავაკეთებ რა მაგაზე კომენტარს მაშინ რა რომ ესე არ გამოვიდეს რომ მხოლოდ რაღაცა ჟიური უარყოფითად იყო განწყობილი ვინმეს მიმართ რა. ბოდიში მაშინ აქვე იმას ვიტყვი რა, რომ არც მე და არც დოკი არავის ჰეითერები არ ვართ რა. პირიქით ჩემთვის კარგი იქნება თუ გრაფტერი რაღაც დროს შემდეგ სეზონში დაბრუნდება და უკეთეს გააკეთებს. ხო და აქ ნათქვამ სიტყვებს გამოიყენებს. ხო, ბაზარი არაა რა, ამიტომ რომ არავის არ მინდა რომ რაღაც ესე ხელით მიუთითო რომ ნახე ეს ამ ტიპმა ეს არიცის და ჰაჰა და რაღაც არ გამოვიდა და რაღაც რა. არა, ეს არ ემსახურება ეს ვიდეო ნამდვილად ამ ყველაფერს რა. ეს არის განვითარების უბრალოდ გამომდინარე იქიდან რომ აუდიენცია რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და გამომდინარე იქიდან კიდე რომ ეს განსხვავებულობა და ყურისთვის ლამაზად მოსახვედრი სიტყვები და რითმები და ფლოუები ხალხმა ჩათვალა რომ საკმარისი იყო ბეთლის მოსაგება და არა ეგრე ან ცოტა ხანში მიუბრუნდებით იმას იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც მაქვს ამოწერილი და ამ ყველაფერსაც რომ წავიკითხავთ იმედია ჩვენი მაყურებლებიც იმას მიხვდებიან რომ უბრალოდ გადმოვლენ იმ აზრზე და რა თქმა უნდა იმასაც ავხსნით ხო რას ვაფასებთ რეპეტიციას მოკლედ ეს მეტაბოლიზმი და აზმი რა ანუ ძალიან ბევრი ზმი არის და ვიღაცა ფრისტაილის კეთება შეუძლია ანუ ამ ზმიზე რომ გაამახვილოს ყურადღება შეიძლება სიბერემდე ილაპარაკოს რა იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება ზმით დაამთავრო რა ან ლუდიზმი ბუდიზმი სექსიზმი რასიზმი ანუ ისე ვიძახი რა ანუ ეს ზმით თვითონ ხო იმას გამოყარა რაღაცისკენ ზედმეტ მიდრეკილებას ხო გამოხატავს რა მე რაღაცა შეიძლება ზმი ფანატიზმი როგორც არის ანუ ყველაფერი ზმი უკვე ისე მიდის რომ ყველაფერი შეიძლება მოარგო რა და არ არსებული სიტყვა რომელიც ჯერ კიდევ ვიღაცას ეგრე არ გამოუთქვამ შენ გამოთქვა და კონტექსტს არ დაკარგავს რა პირიქით სხვა კიდე აზრს შეიძენს დამატებით რა ასე რომ ეგ რითმა ძალიან მარტივი რითმაა რა და ბეისიკია რა მაგით ბეთლს ვერ მოიგებ რა ჩემი აზრით
ხო, მით უმეტეს, როდესაც სულ გაქვს ძალიან მოკლე რაუნდი, მესამე მართლა ძალიან მოკლეა ზომაში და ამას ძალიან დიდი დრო მიაქვს რა, მაგ რაუნდის მესამედი მიაქვს მარტო ამ კონკრეტულ მონაკვეთს. და ძალიან გააფუჭა მაგ კიდე რის გამო არ მიეცით ხმა ეგ დეტალები კარგი ეხლა რაუნდ მინდა და მე კარგი მხარეც უნდა აღნიშნოთ გრაფტერის რა კაი რაუნდ მინდა რომ ჩავშალო რა პირველ რაუნდში აი როგორც კი რომ აი პანჩლაინი არის მთავარი და ორი პანჩლაინი იყო რაც დამამახსოვრდა რომ გროტასკას უთხრა რომ აი ბოტასი არ წერს ფულსო ოკეი და მეორე იყო რაც გავარჩიეთ ეხლა დეივი ჯონსის პანჩლაინი მეორე მეტი პანჩლაინი ასე რომ ჩავუთვალო მინდა მაგრამ არ მახსენდება და რა თქვენ დაწერეთ თუ რამე იყო ისეთი რაც ხო პანჩი რა იყო თქვენი აზრით დაწერეთ კომენტარებში რომ ჩვენ რა გამოგვჩა რა ხო word plays რაც შეეხება ორი word play-ები იყო აი მარშალებზე და დაიდოზე იყო ერთი word play და მეორე word play იყო აი ბოდიში ძალიან ცუდი word play იყო მაგრამ word play-ში აი მაინც ჩავუთვლი რომ ანუ ეშმაკის ადვოკატის მსახიობი კი ანუ იქნებაო ჩემი პასუხი მასე გაყო რა სიტყვა უბრალოდ და ხო არ იყო რა ძლიერი ეგ word play მაგრამ ნუ ორი იყო და როუსტი ჯანი ბეგაშვილი უხსენა ერთხელ ადვოკატთან კონტექსტში და მაგაზე იყო რეაქცია ხალხისგან პირველ რაუნდში მარტო ხო მანდ გავიცილეთ კი ეგ იყო და იგივე რაღაც კიდე რა წინათ იყო კეანუ რივზი და მესამე რაუნდში რომელიღაც რაუნდში კიდე ფეხბურთელზე გააკეთა რა სახელი და გვარი ხო ეხა პირველი რაუნდი თქვი ჯერ მარტო აი რაუნდი ხო მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ეგ არაფრის მომცემი არ არის რა ბეთლში რომ მხოლოდ ადამიანის სახელი და გვარი უბრალოდ რაღაც სიტყვას გაურითმო პროსტა იმიტომ რომ გაირითმოს და ცოტა კავშირში იყოს რა ანუ ტიპს ცოტას თუ არ ავნება მითი იმიტომ რომ ბეთლი ეგაა რა ხო ანუ აი იმ ტექნიკაში ნახევარქულას შეიძლება მიიწერო მაგითი რაღაცა +0.5 ქულა მაგრამ აი ძალიან ბოლომდე შეშლაც ჩემი აზრით არ არის საჭირო ზოგადად ანუ ეგ დეტალები უთხრათ ხალხს რა კარგი შემდეგი რა იყო ახლა აქ თემა და მე კარი მხარეც მინდა გრაფტერის რა მოგწონა ანუ ხდება ორი ტიპი ერთმანეთს აქიდან ერთ ტიპს უკვე ნაბეთლავები აქვს და წაგებული აქვს იცი პროფესიით ადვოკატია დეუს მაგის ნახევარსაათიანი ვიდეო დეუს მაგის ინტერვიუები და რაღაცეები პოდკასტები და ის ტიპი აკეთებს შენზე 10 ჯერ უფრო პიროვნულ რაუნდს ციტირებებით და მსგავსი ფაქტებით. ანუ ერთი შესარჩევიდან ეგეც უნდა. ანუ ერთი რაღაცა ერთწუთიანი შესარჩევიდან ვექილი ადგა და მისი პროტოტიპი გამოიყვანა რა, პორტრეტი შექმნა ადამიანის. და ისაუბრა რომ აი ესეთი ხარ და ასე აკეთებ და ეს არის რა, ფსიქოანალიზი შეუტარა რა. და აქით ამან ისაუბრა როგორც გვადალახარაზე და დეივი ჯონსებზე და რაღაცეებზე ისე რომ აი ამისგან ერთი წესიერი ანუ ისეთი დასაცინი ან პანჩლაინის შემკრელი აი on point არაფერი რა დიმეიჯი არ ქონდა არაფერს ეს ზიანის მომტანი არაფერი არ აი მგონია რომ არანაირი ინფორმაციის მოძიებაზე არ დაიხარჯა რა ვიცი კიდე აი ნახე გრაფტერი ეუბნება ვექილს იმაზე რომ ადვოკატი რაღაც იკულებსო თუ როგორ იყო ზუსტად არ მახსოვს და მე პირველ რაუნდში ეგრევე ფრისტაილით უყურებზე იყო ბაზარი რა ფრისტაილით უბრუნებს რომ ადვოკატიო კი არ მაშობა ასამართლებს ადვოკატი იცავსო ხო იცავსო რა კი დაუბრუნა ფრისტაილით და ის რაღაც რაც ტიპისთვის პირადული იყო და როგორც იქნა რაღაც პირადული გასროლა გააკეთა ვექილის მიმართ ტიპმა ეგრევე მოუტრიალა რაუნდის დასაწყისში არასწორი გასროლა იყო და მოგიტო ხო ანუ იმიტომ რომ მართა ეგრე ადვოკატი არასამართლებს იცავს ხო და ეგ სწორი ან ფრისტაილი კარგად გამოიყენა ეგ გრაფტერი შეცდომა სათავისოდ კაი მოდი იცი რა თემაზე მოდი შენ გითხარი ცოტა ვრცლად საბოლოო ჯამში სამივე რაუნდი რატო იყო შენთვის როგორც ასეთი ვექილის რა ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ ვექილის შედარებით უკეთეს მხარებსაც გავუსვათ ხაზი გრაფტერთან შედარებით რა ხო ვექილაზის ხო რომ მარტო თალკი არ მოგვიწევს ეხლა ესეთი რაღაცები მაქვს ჩამოწერილი რა ვექილს ქონდა იმ პირველი ფრისტაილიდან დაწყებული რომ მოუტრიალა მე რეკონდა ძალიან მაგარი პანჩი რკალის მოშორებაზე შენი თიმით დამინტერესდები რომ რკალი მოგაშორო ვექილის კიდე ის მომეწონა რომ აი რენდომ მომენტებში რაღაც ისეთ სასაცილოს ანუ სიტყვათა კავშირებს აძლევდა მაგალითად რომ ეუბნება რომ შენ ხარ სპეტაკის სულის პატრონიო რა
ხო და იქამდე უთხრა მამა ნიკოლოზთან შედარება გაუკეთა და შენ ხარ სპეტაკის სულის პატრონი, ბეთლზე რო ტიპს ეგეთ რაღაცას ეუნები, როგორი არის თითქოს აი უჭი პატარა. კომპლიმენტარი ბეთლია ხო რა. რა, ეგეთ. ეგა დავება რა, ირონიას სარკაზმს. და ის თემაც რო ვერ იქნები ბარაბაოთ რაღაც ბეთლემში და ანუ ბეთლემსი და ბეთლემი რო და ბარაბაც რო ერთმანეთთან კავშირშია. ხო, ეს იყო იმენა რაც დავამახსოვრდა რა, ყველაზე მეტად და გრაფტერთან ეგეთი რაღაცები არ იყო, გრაფტერთან უფრო მეტი კრიტიკა მქონდა რაღაცების მიმართ, ვიდრე დაუშვათ კომპლიმენტი რაღაც რო მე თქვა, იმიტომ რომ ნახე ტიპი ეს რაღაცას ამბობს რა. სანამ შენს ცხოვრებას საყვედურს ეტყოდი, ჰუგოს რიცხვებით ვარ შედგენილი, ჯეკპოტი, ბოლო დონე, დასასრული ბანკროტი, ჯონ გოტი, ჩემი რევოლვერი გესაუბრება, პოლიგლოტი. მე არაფერს არ მეუბნება რა, ვერც ვექილს ვერ ეუბნება ვერაფერს. კენა, ანუ რაღაც ხო უნდა მიაყენო ტიპს. მე არ ვიძახი რომ ეხლა კაცო გინდა თუ არა უნდა შეაგსისულელია ხო ტიპს ვერ შეაგინებ ბეთლზე. ამიტომ არსებობს რეპ ბეთლი. ვაფშე აქედან მოყვები იმას რომ ეს რეპ ბეთლი ანუ საქართველოს კულტურა არ არის ჩვენ ქართველებს არ მოგვიგონია. ჩვენ გვაქვს შაირობა, ბაზარი არა და მოდი ვიშაიროთ თუ გინდა შაირობის ჩელენჯი და რაღაც. და შაირობა ბევრად უფრო ცუდია ვიდრე ბეთლი. ხო, ბაზარი არა. იმიტომ რომ ვიღაცები შენი ცოლი და სიძახი. ხო და მოკლედ ეგაა ჩვენი და რეპ ბეთლი არის აი წამოღებული იმ ამერიკიდან და აგერ დავიდეთ რა და როდესაც სხვისი კულტურა მოგაქვს მოდი და ელემენტარული სხვის კულტურას პატივი ეცი სანამ შენ რაღაცებს გვერდიდან მიამატებ რა და შეალამაზებ და ასე შემდეგ და იქაური ბეთლის მთავარი მუღამი ყოველთვის იყო punchline რაღაც ვიდეო ვნახე რა 120,000 ნახვა ქონდა მგონი ტიპი არეაქტებს ბეთლს და ერთ მომენტში იძახის რაღაც შუისკენ რომ აუ ვიღაცამო ჩატჩიო ამიხსენითო რა რაღაც punchline-ის იძახისო და რა არისო punchline-ი და ბიჭო თავში დამარტყამ ტიპს 120,000 ადამიანი უყურებს რომ ანუ ამ ტიპს თითქოს აზრი მოეკითხება რომ ამის რეაქშენს აკეთებს და ტიპმა punchline-ის მნიშვნელობა არ იცის რამე თუ რამე გაიგოს იქ რასაც იძახის ეგეთ ტიპს როგორ უნდა მოთხოვო მაგალითად ის რომ ამ ორ ტიპს შორის გამარჯვებული აირჩიოს რა ხო და წავიდეთ ისე ვიქით რომ რეპ კულტურა, უბრალოდ რეპ ბეთლის კულტურა წამოვიღეთ ამერიკელებისგან და მოდი დავაფასოთ და მიუდგეთ ისე, როგორც მათ რაღაც პედესტალზე ყავთ დაყენებული რა ეს კულტურა. აქ ვექილზე მინდა კიდევ ვისაუბრო. ანუ ასე ამბობენ ხოლმე აი სპორტში, რომ ყველაზე მეცო ისაშავებსო, ვინცო ყველაზე მეტად აქტიურობსო თუ რაღაც ეგრე რა. მოკლედ ვექილს ქონდა wordplays ბევრი მცდელობა, ზოგი ნორმალური იყო, ერთი-ორი კარგი იყო. მაგრამ აი კარგი რაც იყო, პრობლემა მის დავიჭირე უბრალოდ რომ იყო გამოყენებული სხვა იმსების მიერ წინა სეზონებში. მაგრამ ოკეი, ამან თავისებურად ჩასვა wordplay საკუთარ ლირიკაში. პლუს crowd-ზე ქონდა მომიყევი რა ქონდა? ანუ wordplay-ები ქონდა, აი მაგალითად რომ აი კონტრაქტების თემაზე რო იყო და აი იტალიელებით პასტა არ გააგდებინა ხელიდან და ნუ მეც მქონდა პასტაზე რომ აი შენები პასტას დაგიმავა. ხო, მაგრამ მაინც თემა ისაა რომ ტიპმა იცის რომ აი wordplay უნდა გააკეთოს და სიტყვებით უნდა ითამაშოს. ტიპმა იცის რომ რაღაც სქემა უნდა აწყოს და ადგა და roast სქემას ვეძახი მე მაგას, მაგით დაიწყო ვაფშე თავისი რაუნდი, რომ აი გრაფტერი ვინ ის არის და ეგ თავიდან თითქოს გამაღიზიანებლად სამჯერ გაიმეორა და მერე აღმოჩნდა, აი ცოტა ხნით დაივიწყა ერთი რამდენიმე ბარით ეგ სქემა და უცებ არ საიდან ვილიდან უბრუნდება ისე. ძალიან და მერე ერთხელაც ამატებს, იმიტომ რომ ხალხმა უნდა რომ დაუსრულოს. რომ აბა თუ იცით რა მიპასუხა პელემ და ხალხი უსრულებს რა. ეს უკვე crowd play-ა. ნუ თასასწაული და ეხა პელემ რო ტყვია თავში გააძრო ეგეთი არ არის რა. მაგრამ არის რა. ხო, აქვს გავლენა აქვს ხალხზე ეგ არის თემა. ვამბობ იმას, რომ რასაც ვექილი აკეთებდა, ეგ იყო აკაპელა, არ იყო მაღალი დონის აკაპელა ჩემი აზრით და არ იყო ეს რაღაცა top level-ი და რაღაც, მესმის ქონდა თავისი მართლა cringe მომენტებიც, ქონდა თავისი ნორმალური კარგი მომენტებიც, მაგრამ თემა ისაა, რომ როგორც გროტასკა ამბობს ხოლმე, ჩვენი ენით გვესაუბრებოდა. ანუ battle rap-ის ენით გვესაუბრებოდა. იქით ეგ არ იყო battle rap-ის ენა პირდაპირ. თქვა რაღაცა პოეტური, ლექსური რაღაც მაგის თქმა მინდოდა კიდევ ვეჭველი, რომ rap battle არ არის პოეტების და პოეზიის შეჯიბრი არაა რა. ეს არა რაღაც ნიკოლოზ ბარათაშვილი versus ილია ჭავჭავაძე რა. არა, უყურე პელემს ჰქონდა თავის რაუნდში. ანუ
რეპი არის პოეზია, მაგრამ არ არისო ლექსი. აი ლექსი არ არის რა. ნუ თორემ რეპიც ახლა პოეტრია რა. ბიჭო ხო, რაიმენდ პოეტრი, მაგრამ ხო, რეპი ხო, მაგრამ ლექსი სხვა რაღაცაა, ხო, რეპი ხო, მაინც უნდა ლექსი არა. გინდა თუ არა უნდა გამიჯნო რა. არა, სხვა როჯა ბაზარი. ახლა ნახე თემა რა არის. საბოლოო ჯამში ჩემი აზრით საერთოდ საკმარისად ვილაპარაკეთ გრაფტერის უარყოფით იმ რაუნდის კონკრეტულად იმ ბეთლის უარყოფით მხარეზე, რამაც გრაფტერს ეს ბეთლი წააგებინა. კიდე მინდა დამატება რაღაც. ხო, ანუ ბევრია, იმიტომ რომ ხალხმა უკეთ უნდა იცოდეს რა. სანამ დაამატებ, მაშინ მოდი ეხლა რომ დაამატებ მერე, გადავიდეთ უშუალოდ იმ მხარეზე, ანუ თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ის, რომ გრაფტერმა ესეთი კარგი დამოკიდებულება მიიღო ხალხისგან და რა გაუსწორდა ხალხს გრაფტერში და რატო თვლიან იმას, რომ თქვენ არ ხართ კომპეტენტური ტიპები და რატო გადაევასათ ამ დონეზე რა? აი მაგ ამბავზე ვიბაზროთ რა, იმიტომ რომ ეგეც საინტერესოა. იმიტომ რომ ხა ყველას კი თავისი საბოლოო ჯამში ვინც კომენტარს წერს, ყველა იმ ადამიანს თავისი პერსონალური აზრი აქვს, რასაც ჩვენ ყველა პატივს ვუცემთ, მაგრამ ხო არის აზრის გამოხატვასა და შევარაცხყოფის მიყენება შორის და რაღაც ჭკუაზე გადასვლა შორის განსხვავება რა. ეგ ამბავიც უნდა ახსნათ, რომ როგორც მათ აქვს თავიანთი აზრი, ისე თქვენ შეიძლება გქონდეთ თქვენი პირადი აზრი და თქვენ იმიტოდ გახართ ჟიურიში, რომ თქვენი აზრი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ხალხის აზრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უშუალოდ გადაწყვეტილებას თქვენი აზრი იღებს რა. ბაზარი არა. აი ზუსტად მაგას ემსახურება ის, რომ ეს რაღაცები ჩამოწერილი აქვს და აი უეჭველი მინდა ეს რომ წავიკითხო რა. დავაი. და რამას წავიკითხავ და მინდა რომ ხალხს, ანუ აკაპელად თავიდან მოისმინოს რა, ოღონდ ჩემი ნათქვამი. იმიტომ რომ შეიძლება არ ვიცი ვიღაცას რამე პერსონალური კავშირიც ჰქონდეს გრაფტერთან და უნდადეს რომ ის მეგობარია და შეიძლება პროსტა მაგ პონჩი წერდეს რომ გრაფტერს უნდა მოეგოო რა. რაც არანაირად ვალიდური ჩემთვის, მაგრამ მოდი განვიხილოთ რა. ვინგან დონებს რომ ამ დონეს გაუკეთო როკი პრიმა დონებს ია დონებს ეუხეშებაო გრაფტია ექსპრონტი ეს პონტი ჩემია ეს პორტი ეს ნოტი შენი ტვინის ეს სკორტი და ამ ტურებს ანადგურებს არათურებს არართულებს ამ ქართულებს ჭირდებოდა ახალი ლეპრიკონი ანამ თემის ნორტონი კურატორი ჯიბეშია შენი კლონი კიდევ ერთხელ წავიკითხავდი მაგრამ რადგან ვიდეოა შეგიძლიათ გადაახვიოთ რა უკან და თავიდან უბრალოდ მოусმინეთ რამე კავშირი თუ არის ამ ლაინებს შორის რა და ლეპრიკონი ან დაგუგლეთ და მიამოვანათებ ხო და ანუ რატო ჭირდება ქართულ რეპს ახალი ლეპრიკონი და თუ ჭირდება ვინ არის ახალი ლეპრიკონი რო ვიცოდეთ ანუ ვეკილი არის ახალი ლეპრიკონი თვითონ გრაფტერი თulis თავს ლეპრიკონად მე უძრობს ეგეთ რაღაცას რომ მე ვარ სამსონი თმების გარეშე გასოლი კობის გარეშე და ეუბნება მეტი როგორ აგიხსნაო და რა უნდა გაუგებარი რა არის ჩემთვის იცი რას ხსნის ვერ მივხვდი რა იმიტომ რომ სამსონი თუ ხარ თმების გარეშე ესე იგი ძალა არ გაქვს იმიტომ რომ სამსონი ეგეთი პერსონაჟია რომელსაც თმებში აკზავა დელაილა მოაჭრა ეს თმები და დარჩა ესე ძალის გარეშე იგივენაირად გაზოლი ანუ იმედია მარკ გაზოლზე არანაირი საუბარი ხო კავშირში ვერ იქნება პაულ გაზოლი კობის გარეშე არის უბრალოდ ცენტრი რა და ლეიკერსი დაყრდნობილი იყო იმაზე რომ კობი ყოველთვის უნდა ყოფილიყო რაღაც კაროჩე ელემენტარული რაღაცაა რა რომ კობის გარეშე გაზოლი არაფერია თმების გარეშე სამსონი არაფერია და გრაფტერი ამბობს რომ მე ვარო ეს რა იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის მოусმინე რამდენჯერმე და ეგრე გამოდის რომ მე ვარ სამსონი თმების გარეშე გაზოლი კობის გარეშე და რატო ანუ საკუთარი თავის დისი გამოდის მაშინ ეგ კაი გავაგზელებ კიდე რა მე ესე არ დამიშლია სანამ გადაიკითხო მე ესე არ დამიშლია ანუ მე არ ვიცი ესენი როგორც აკვირდებიან იმიტომ რომ არც არის ჩემი მოვალეობა ეს რაღაც მომენტში იძახის ხო რაღაც მომენტში იძახის შენ ხარ iPhone 17 Pro Max-ის კეისიო ყველა ტელეფონს ერგებიო და არის მაგაში ლოგიკა მაგას მე გეტყვი რა ჩემს ველს აქვს 16 Pro Max-ი და 17-ის კეისი მიდის მაო ხო მაგრამ კნოპკები იქნება იმენა მიდი არა იმენა მიდის просто ერთი განსხვავება რაც არის ის უკან ამობერელი კუნძული რაც აქვს ის კუნძული არ აქვს მაგრამ кейზე მაინც ამობურცული დალში ადი და ეგა 16-17 კაი მაშინ ესე ვთქვა 15-ს არ მოვსინჯა ფერზე არ მიდიხოს ვეჭველი ვერ ერგება და ეგეც ვერ დავაკავშირე იქნებ მე ანუ მე ყოველთვის ამას უშვებ რა სახლშიც რომ მივედი კომენტარები რომ ვნახე მე თქვი რაღაც ვეჭველი შემეშალა ალბათ თქო რა მოხდა ხა შემეშალა წავედი სახლში უყურე ამბებს არ შემეშალა არა მეც ეგრე რა აი მე აქ რომ მოვედი შემეშალას არ ფიქრობდი თვლიდი რომ ცოტათი მოიგო ვეკილმა მე მივედი გავარჩიე და ნახე რომ
ვაფშე საკამათო არაფერი არ არის მე შენ ხომ მოვწერე მაგას, მე ამას მივწერე რა, რომ მეთქი, კაი ხა, ოკეი, ედი პირველად იმ საჯადა შეიძლება, არ აქვს რა, იქ ვერ მოახერხა ის, მაგრამ შენ ხა 50 ჯერ ხარ ბეთლზე ნამყოფი როგორც არტისტი, ბევრი გიბეთლავია, ბევრი კიდე ბეთლი გინახავს და ის შენ მაინც რატომ მოვაგებინე ვექილს ყორა, იმიტომ რომ მეც რო ვიდეოს უყურებდი, მეც მრჩებოდა ის დაბეჭდილება, რომ გრაფტერმა მან მოუგო, მაგრამ საბოლოო ჯამში გრაფტერის მოგება იყო ემოციურ დონეზე. კარგად შეფუთული იყო. იყო. ემოციურ დონეზე იგებდა გრაფტერი, ხალხი კარგად მიყავს თავის მხარეს, მაგრამ უშუალოდ და აზრობრივად, შინაარსობრივად რომ მივუდგე და იმენა როგორც ბეთლი, საბოლოო ჯამში დაჯდა ისე მე დოკმაც უშუალოდ მე და დოკმაც ვიბაზრებთ მაგაზე და რაც მომიყვა რომ აი ამის გამო და თუნდაც ახლა თქვენ აკრასაც ხსნით, ზუსტად იმას რამე მომიყვანა რომ კი გრაფტერი კარგი იყო, მაგრამ არ იყო კარგი იმისთვის რომ ოპონენტი დაეზიანებინა და ბეთლის მუღამიც ეგაა რა. ნახე კიდე რა არის გრაფტერი ბაზრობს ძალიან ბევრ რაღაცას და უცებ არსაიდან აძრობს ეგეთ რაღაცას, აირჩიე ტრიცატიშიან და კარატე. და კომანდა მეგრევე შთაბეჭდილება ხო მაგაზე ვიტყვი რა აი შთაბეჭდილება შეიქმნა თითქოს რაღაცას ასეთაფებდა და აირჩიე ტრიცატიშიან კარატე ეგ იყო დამაგვირგვინებელი ფანჩლაინი არა და ვაფშე არ იყო ფანჩლაინი როგორც წინა ლაინები თქვა ვანლაინერები ერთად ზუსტად ეგრე იყო რა რიგითი ლაინი იყო პროსტა და მან ყველაზე მეტად აი დავატომატე სიტყვა მიმენა აი და დამცა რა ეგ მაგრად არ მომიწევ გრაფტერი ძმაო რა უგნა ეგ სიტყვა იმენა არ უნდა გეთქვა რა დავატომატე არ ვიცი ანუ თემა ისე არა აი მაგრა არ მომეწონა კაროჩე იმდენად თავდაჯერებულად ბაზრობს მაგ სიტყვებს და ისე გამოკვეთავს რომ შთაბეჭდილება რჩება რომ იცის რასაც ამბობს და აი უეჭველი გეუბნება რაღაცა მაგას არა და რეალურად რომ გაარჩევ არაფერს არ გეუბნება მართლა კაი მეორე ბეთლის მოგდა სარეაქტებელი და საბოლოოში დუმალო გმირო ანონიმუს ლოგინს უპაროლე როდის უბარონებს გვადალახარას ხალისკოს ვერ უძლებ ლოდინს ასო ყველა სიტყვა ამცდა მე აი გააკვირდით რეაქციები ვაფშე გრაფტერს ხალხის რეაქციები მაინც რაზე აქვს კარატე ჯუდუბიძია ელ მენჩოზე არა აქვს და ოსებ შელენჩო და ეგრევე ხმაური ანუ მაინც იმაზე აქვს რეაქციები რასაც აი ვექილს ქონდა რა ანუ მე ვიტყვი რატო არის შუტკებზე ეგ არის მაშინ რა საქართველოს პრობლემა რეპ ბეთლის კულტურაში ეგაა რომ ყოველთვის კომანდას უნდა რომ მოისმინოს მაინც ანუ ჩვენ ჩარჩენილი ვართ ისევ პოეზიაში ისევ სად ვართ ჩარჩენილი Facebook-ზე რო ტიპები გამოდიან და წუთნახევრიან 5 წუთი 10 წუთიან ლექს რო დადებენ რომ მე მივდიოდი სადღაც გზაზე და დავინახე ის მაგრამ შემოხვდა ფეხზე და მომეჯინა მე და მინახე და ეგრევე სანათესაო იწყებს თან აქედან დეი და ვიღაცა მამი და ვიღაცა და ყველა უძმა ალლა დეცო ბიჭო შენ ხარო სიმონა მითხარო და მანდ ვარ გაჭედილი ისევ რა ეგ უშუალოდ ალბათ როგორც მაყურებლის და მსმენელის ხო მაყურებლის და მსმენელის დიდ რაოდენობის მაგას ვიძახი რა ზუსტად რომ ანუ რეპ ბეთლი არ არის ეგ არა ლექსი ანუ შენ თუ მოდიხარ მე აქ არ მოვდივარ იმისთვის რომ ისტორიის გაკვეთილი მოვისმინო მე აქ არ მოვდივარ იმისთვის რომ მოვისმინო შენ როგორ რითმავ იად დონებს პრიმად დონებს ტყვიას გონებს სხვის ტრაქს კონებს და რაღაცა რა ანუ უმარტივესი ეგეთ რაღაცის გაკეთება და ეხა მე მოვდივარ იმისთვის რომ ნახო კაროჩე რითი ჯობი ხარ იმ ტიპს ხო ბაზარი და ეგ არაფერს არ არა მე ზუსტად აი სტრიმზე ვიყავი გრაფტერთან ერთად და გრაფტერმა მითხრა ანუ იმით მოვედი აზრით მაგ სტრიმზე რომ ჩემი აზრით გრაფტერს ალბათ ქურუმიევასება და სტილობს ეგ სტილი გააკეთოს მეთქი მივედი სტრიმზე და იძახის რომ ქურუმიდან დავიწყეო წერაო და იქ არ მithქვამს ესე მაგრამ მინდოდა მეთქვა რომ შენ ქურუმი მაგას არ აკეთებ და შენ რასაც აკეთებ რა და შენი შესარჩევინა ნახი მაგ და მაგას თუ გააკეთებ იქ სამარისებური სიჩუმე გექნება და მე შეიძლება ნაწყანი დარჩე რომ აი ვერ მიგიხვდნენ რა გინდოდა და რაღაც უსამართლო დარჩე ზუსტად ეგ მოხდა სამარისებული სიჩუმე იყო ბუზის გაფრენის ხვა ისმოდა კი ბატონო მოიხა მოდი ხო გრაფტერის კარგი მხარე ვექილამ რითაც მოუგო მოდი ორი სიტყვით მაგაზეც ვილაპარაკოთ იმიტომ რომ მეორე ბეთლზეც უნდა ვილაპარაკოთ ახლა რა და ეგ ამბავია და მოდი კარჩე ვექილა საბოლოო ჯამში რა ქონდა გრაფტერზე უკეთესი და გრაფტერამ რითი დაიმსახურა ხალხის სიმპათია მაგ ამბავსაც გავუსვათ ხაზი რა არის გრაფტერში ძალიან კარგი იმიტომ რომ ეგრე სისულელია რა ეხლა ვიღაცა ვერ იქნება ძალიან ცუდი და ხალხსაც ვერ არა რა თქმა უნდა
კი ბატონო, ვექილათი დავიწყოთ, ვექილა ის რომ იყო ძალიან პიროვნული, ანუ და თავის დიფენსი ქონდა, თავისი ადვოკატობა, ამ ბეთლში მაგარო და დიფენსა, ეგრე მაგრა, აი თქვა რომ ანუ თქვენო როდესაც რაღაც აქციებზე და კიდევ მე მაგ აქციების ხალხის თავისუფლებას ვიცავდიო და ვინ ჩემი ჩაბოზებული კაცი არ მანახოსო თვითონ იყოს ბოზიო და ანუ ადვოკატის point of view-დან მაგრა გაადრაკა მაგ ადვოკატს კი ვაფშე ყველა პონტიდან მედგრად დადგა რა ტიპი ანუ ვერაფერი ვერ უთხრა გრაფტერმა ისეთი რომ ეგ შერყეული და არაფერს არ ეტყობოდა ვექილს იმისი რომ ვექილს ჩემი აზრით კი ჭირდება დახვეწა ისევე როგორც გრაფტერს ხო და ბევრ დამწყებ ბეთულ რეპერს ჭირდება თავიდან დახვეწა ამაში ორი აზრი არ არსებობს რა მოგვეწონა ჩვენ ვექილში ვექილი ძალიან ნაგლად ანუ სხვის რაუნდშიც კი ძალიან მაგრად იყენებდა სხვის უხერხულ მომენტებს როდესაც გრაფტერი იტყოდა რამე პანჩლაინს რასაც რეაქცია არ იყო სიჩუმე იყო ისეთ კომენტარს უკეთებდა რომ ხალხს ეძინებოდა რა თუნდაც ის რომ ტელეფონიდან კითხულობდიოთ რაღაც და დიჩი ხო გითხრაო შენო რაღაცაო და მომწერაო ანუ ეგეთი პატარა რაღაცეები რა რომელიც მე ერთმანეთს ემატება და ეგეც რო არ ჩავთვალოთ მე იქამდე მივედი რომ აი დღეს კიდე იმაზე საუბრობდით რომ მოდი ჯანდაბას მეორე რაუნდი რომ გრაფტერს წაეღო მაინც წაგებული რჩება რა, ანუ ერთი რაუნდი მაინც არ რჩება. ჩემთვის მაინც სამივე რაუნდი ვექილმა წაიღო. გამომდინარე იქიდან, რომ გრაფტერის ეს მთელი სქემები და მთელი დანან, ანუ ეს ტიპს ვერაფერს ვერ უშვები რა, ამით. ანუ ისეთი პონტია, შეიძლება ცუდი შედარება მოვიყვანო, მაგრამ ორი ცხოველი რო ერთმანეთთან საჩხუბრად გამოვიდეს და ერთმა ბრეიკდანსული მოძრაობები რო აკეთოს და მეორემ პროსტა დანარო დაარტყას რა და დამთავრდეს ეგ თემა გაიჩითა რა კი ეს შენი მოძრაობები ედი კურო თუ რაღაც ტეკენში რო იყო რა ეგენი რო აკეთო და ვა რა მაგარია და ბიჭო რა მაგარი სანახავიაო და უცებ ეს მეორე ტიპი რომ მოვიდეს და გესროლოს რა აი სიკრინჯეზე მინდა ვისაუბრა რომ კი არ ვიძახი რომ ვინმე რამე სკრინჯია ანუ გრაფტერაზე არ მაქვს აქ საუბარი ანუ იწერება რომ ვექილა იყო რაღაც მომენტებში კრინჯი. იცი რა პანჩლაინის გაკეთებას რო ცდილობდა არ გამოგივა, გამოგდის კრინჯობა, მაგრამ პანჩლაინის გაკეთებას საერთოდ თუ არ ეცდები კრინჯობა ვერ იქნება. ანუ არასდროს არაფერს არ რისკავ, ანუ არაფერს არ აშავებ, იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებ და ვერ დააშავებ. აი გარი გრაფტერი რა ჩემთვის რომ აი ვერ დააშავებ და იმიტომ რომ ხო არ უცდია რომ დააშავებინა და აკეთებინა. რატომ მოეწონა ხალხს ეგრე ძალიან მითხარით ახლა თქვენ ორივე მე გამო. იმიტომ მოეწონა. მოსმენადია ხალხს, ხო, მოსმენადია. დელივერი მოსმენადია ძალიან და თავდაჯერებულია. პოეზიას გავს, თავდაჯერებულია. ანუ თითქოს მთელი არსებით, ანუ თითქოს ეზიზღება ეს ვექილი და აი ბა თვალებში უყურებს ხო? მოვედი და რაღაც და ანუ დაძაბული გაიჩნდა და იმის თავისწილებას ტოვებს. რო რაღაც სერიოზული ითქმის ეხლა. ბულია რა, აბულინგებს ვითომ, მაგრამ ანუ გონია რომ ანუ გრაფტერს რომ მივცე რაღაცა პირველი კლასის ბავშვის ლექსი მზეზე და ყვავილებზე და დისად წაუკითხოს ვიღაცას, შეძლებს რომ შტაბეშტილება დაუტოვოს ტიპს რომ მაგრამ ეს აგრესიულია. მაგრამ ხო აგრესიულია. მე დღეს როცა გავიღვიძე ყვავილი დავინახე ქუჩაში და შენ გავხარი მყვავილს. ხო და აი რაღაც. ანუ აგრესია არის მაგრამ არა ის პანჩლაინი არა შეტევა არა ეგეთი და კიდევ ნუ რაც მოეწონათ და რაც არის ის გრაფტერში რომ სიტყვები იყო ისეთი რასაც არ არის ყური მიჩვეული ხშირად ჟღერადობას ქონა კარგი დოთრაკი და რაღაცა და რაღაცა გიგალობე და რაიან ისინი ვინც რა ეგეთი სიტყვები მაზარი არა ნუ საბოლოო ჯამში მე ხლა ჩემი რეცენზია რო გავაკეთე თქვენი საუბრებიდან გამომდინარე ის არის რომ გრაფტერი არის კარგი MC უბრალოდ თავის პირველ ბეთლზე დააკლდა ის დეტალები რაც საჭიროა იმისთვის რომ ბეთლე მოიგო. კარგად წერა და ლამაზი სიტყვებით წერა, არ არის საკმარისი რომ ბეთლე მოიგო. ანუ კულინარიის ენაზე მაგარი დესერტი აქვს და მაგარი სერვირება ზოგადად, მაგრამ მეინ კერძი არ უარგა რა. ხო. კი ბატონო, ხო რა, ეგა საბოლოო ჯამში გრაფტერ ერთი ის ამბავი არის რომ მაინც დარჩი აქტიურად, რადგანაც სავარაუდოდ შენ სეზონ ოფი გექნება, ამას ვიდეოდან გაიგებ, სალამი. და იმიტომ გექნება სეზონ ოფი, რომ ხალხს აინტერესებს შენი ნახვა კიდევ ერთხელ და მეც მგონია რომ გრაფტერმა კიდევ ერთი ჩვენც გვაინტერესებს. მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ
არტისტს უნდა შეგეძლოს კრიტიკის მიღებაც რა თქმა უნდა. და რეალურად რებეთსაც რო გამოდიხარ და იცი რომ ჟიური არსებობს ხო რაღაცას გეცოდე რომ რაღაც კრიტიკა გინდა თუ არა წამოვაშენ. კაი, არა, გრაფტერს შეუძლია ეგ. გრაფტერს მეც მაგაზრზე ვარ, რომ გრაფტერს შეუძლია ძალიან პიზდეც MC გაიჩიტოს, უბრალოდ თავისი განათლების, თავისი ინფორმაციის და კრიტიკის მიღებაზე მაქვს საუბარი, რომ ეგ გრაფტერისგან არ მომისმენია რა პირადად რა იმესახის პრობლემა რა, მიიღო დამარცხება, წავიდა რა. ხო და მე რა მგონია იცი გრაფტერმა ის თავისი განათლება, თავისი ინფორმირებულობა, თავისი წერის მანერა, თავისი აგრესია, დელივერი ეს ყველაფერი რომ სწორად გამოიყენოს და სწორ setup-ში რომ ესე რომ ვთქვა, სწორ punch-ში, სწორ წერაში დააბანდოს. თითო რაუნდში რომ პლუს 4 punchline იქონდეს, უკვე ხო, ნებისმიერ ოპონენტთან კარგი ტიპია. ხო. ოკეი, კაი. გადავედით მაშინ მეორე ბეთლზე რა. მეორე ბეთლი არის ჩემი საყვარელი ბეთლი ჯერჯერობით რა, რაც დავდეთ იქ ეხა ისე ვიძახი, იმიტომ რომ დავდეთ კი რა ნახევარფინალებში მე მგონი ყველაზე მეტად ეს ბეთლი მეოსება რა, ბიგესი ვილი. იმიტომ რომ ბიგესი არის რაღაცა სასწაულად ძალიან პიზდეცი კაცი. გასართობად საყურებელი ის. ხო, აი თან მთელი ბეთლი ვიცინოდით რომ. კაი, რა მე ხან შენთან მეჯერ კითხვები მაქვს, მაგრამ ეგრე არ არის რა. მე გადავალ აგერ ედისთან. აი ვილი როგორც ყველა ვიცით მეგობრებო, ვილი არის ადამიანი, რომელზეც დოკმა ისაუბრა ძალიან ბევრი და დოკის რეკომენდაციით იყო მასთან საუბარი რა, თან 16 წლის არის ვილი და ფიზიკურად ვერ იდები მაგ ასაკის ადამიანების პროექტში მოყვანას, მაგრამ რადგან ეს დოკმა გაუწია რეკომენდაცია, იყო ერთ-ერთი პირველი საწყისი მიზეზი, რატომაც ვილიზე დავიწყეთ ფიქრი. საბოლოო ჯამში დოკს ისეთი რეკომენდაციები ქონდა კარჩე ვილიზე გაცემული, რომ ამ ბეთლზე ბევრად მეც ველოდი ვილისგან რა. არ იყო ცუდი, არ ვიძახი არაფერს, ძალიან ნორმალური ბეთლი ქონდა თავის მხრივ, მაგრამ ის არ იყო რა მოლოდინებიც იყო გაჩენილი ვილის შესახებ რა. აი მაგ ამბავზე მინდა რომ თავიდან იბაზრო რა. ეგ რატომ მოხდა შენი აზრით? ოკეი, ჩემი აზრით ვილის თავარი პრობლემა იყო თავდაჯერებულობა. ოღონდ ის კი არა რომ თავდაჯერებულობა აკლდა, ზედმეტი თავდაჯერებულობა ჰქონდა. და მაგას მე ვაკურდებოდი სეზონის უშუალო დაწყებამდე პროცესშიც, რომ ანუ სტრიმზეც ვართ და ტიპი ამბობს, რომ აი ეკითხებიან მისთან გაგისწორდება ბეთლი, ვის გაასაზიზღრებდი და იძახის რომ რაღაცა აგერ ვიგებ სეზონზე სეზონ მოვიგე, დოკის კამარი მიმაქ, გასაზიზღრებით ა პელეს გავასაზიზღრებ, იმე გავაცამტორებ, ანუ ხარ 16 წლის, 17 წლის MC. გამოდიხარ ბეთლზე და შენ ხვდები no names, biggest და შენ თუ ეგეთი ამბიცია გაქვს რა, შანსი არაა რომ ამ ტიპს ეგრე დააფასებ რა. მერე დიქციის პრობლემა გამოიკვეთა და რაღაცები პროსტა არ გვესმოდა საუბრიდან და ეგ იმიტომაც გამოიკვეთა რომ ახლა მე სადაც ვნახე ვილის ბეთლი, მან ხა ტელეფონიდან კითხულობდა გამანდა და ხოაზე ხარ იქ დიქციის თემა, იგი იმდენად არ ჩანს რა სტადიონზე და იქ აქ უფრო გამოჩნდა იქ დიქციის პრობლემა. მე ვილისში ადგილზე ის მომეწონა რომ ეთყობოდა რომ ქართულიდან არ ქონდა ნასწავლი რა და იქ ძალიან მაგარი პლუსია უკვე ჩემთვის ბეთლემსისთვის რომ აი განა საქართველოში უყურა და სოომეტი არაფრისთვის არ უყურებია. არა რა, ქონდა ამერიკელებისთვის ქონდა მონასმენი. ხო. და მაგიტო გამოცდილება ქონდა და მაგიტო იყო რომ მოვიდა და ბეთლრეპის ენით ლაპარაკა. მესმის რომ რაღაცა კრაუჩი რა მუშაობს, რა არ მუშაობს, არ იცოდა და ვერ გამოვიდა, მაგრამ ნორმალური იყო და არ ყოფილა ეს რაღაცა თავის შეცხვენა ან რამე ეგეთი. ანუ ერთ წამის სანამ დავამთავრებ, ჩვენი სპონსორია სახელოსნობა არის მთელი ამ სეზონების და YouTube ვიდეოების და პროექტების და იმის და ყველაფრის საერთოდ სპონსორია სახელოსნობა არის. პლუს ამას შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს არის სეზონსგარე ბეთლი, სადაც დოკი დაუპირისპირდება სენსეის და ატო დაუპირისპირდება დოუპზის, AKA მაქსიმუმს. ალბათ ყველას გაქვთ ეგ ბეთლი დანახი, ვინც ძველი ბეთლის მაყურებლები ხართ. მოკლედ მაქსიმუმი იბეთლავებს ამდენი წელს მერე პირველად და იმ საღამოს ასევე იქნება 7-7 მაფიის live event-ი რა, საღამოს მერე 12-ის მერე შეგვიძლია ვიგულაოთ რა და ყველა აქ ვიქნებით და მოუწრუპავთ, კარგ ჰიპ-ჰოპს მოусმენთ, ჯერ კარგ ბეთლს ვნახავთ, მერე კარგ ჰიპ-ჰოპს მოусმენთ, მერე ასე, მერე ისე და მერე 3-4 საათზე შუაღამე წავალთ სახლში. ხო. და DJ გრინჩი დაუყრავს მთელი ღამე. ხო, ახლა ერთ რაღაცაზე მინდა კიდევ ვისაუბრო რომ ანუ ბიჭო, თავის თავზე ელაპარაკა ვილიმ ზედმეტი რა. უშუალოდ ბეთლზე და
თითქოს არ ვიცი მოერიდა მაგას რახან აშკარა იყო და მაგიტომ არ დაწერა თუ არა, მაგრამ როდესაც შენი მოწინააღმდეგე არის 200 კილო, უეჭველი უნდა და სახელად ქვია BS-ი, მაგაზე უნდა ანუ ერთი მთლიანი რაუნდი შეიძლება დაუთმო მაგას და მაგრამ BS-მა ძმა ეგ მოუკლა ყველა რაც უთხრა ხო მაგრამ უყურე გაეთვალა მაშინ ამას ის შეიძლება უყურე ეგ ძალიან მარტივისა და ანუ მაგაზე აი როგორი თემა იცი უნდა ეთქვა რომ აი ბიჭო მეძავი რო იყო და ყველამ რომ მითოდეს რომ მეძავი ხარ მე გამოვალ ბეთლზე და იცი რაზე დაგცინებ იმაზე რომ მეძავი ხარ და შენ რომ მაგას მიხვდი ვანგარ ხარ ანუ შენ რომ 100 კილო ხარ და მე მიხვდი რომ თურმე მაგაზე დაგცინებდი არაფერი ვერ გამირტყი რა ხო და მოდი შენ ჩემზე იბაზრე არა ძმა ნახე მან იმენ არ დაგეთანხმები და გეტყვი რატო BS-მა მარტო ის კი არ გაურტყა რომ შენ მეწონაზე მებაზრები კარში ჩადგომა გაურტყა და კარში შენნაირებით გებოდნენ რომ არა მე BS-ის point of view-დან არ გეუბნები მე გეუბნები ამის Willis point of view-დან Willis რა დაწერილი ქონდა ყველაფერი გაურტყა ხო და მაგას ვიზა ნუ რეალურად ერთი იყო კარებში ჩადგომაზე რაც იყო და დანარჩენი ჩემი სტრატეგია არის ასეთი რომ ესაც ვეთლავ რაც უფრო კაი ტიპია და რაც უფრო რაღაცა პუნჩულა რაღაცა ის არის მით უფრო გიწევს რომ იყო აგრესიული და დაასაზიზრო და გაწირო იმისთვის რომ მაგ ტიპს მოუგო მე ეგ ტიპი სავარაუდოდ ვივარაუდებდი რომ ეგ ტიპი თავის სიმსუქნეზე ფანჩებს დაწერდა და მე რაუნდის ნახევარს ვიბაზრებდი იმაზე რატო წერს ეს ტიპი თავის თავზე ფანჩებს რომ აქვს კომპლექსი რომ აი მე წინასწარ აქვს მოჭერილი მაგაზე და მაგაზე ცალკე იმეიც მივაყერებ და სიმსუქნეზეც არ დავაკლებ ანუ ორივეს ვიზავ მაგიდანაც იქიდანაც გავლენა იმას რა ხო короче ამერიკულ ბეთში იყო ეგეთი რაღაც რა სუქან ტიპზე მაგალითად ეს ტიპი აჯვამს მეორეს რომ შენ გჭირდება გრძედი და განედის კოორდინატები რომ შენი პროჭის თავი პოვო რა ამ იმხელა ხარ ხო და ანუ იქ თუ შეიძლება რომ ეგეთი რაღაც მოიფიქრო აქაც შეიძლება რომ რაღაც ეგეთი დონის განსხვავებული რაღაც მოიფიქრო მაგრამ მესმის რომ ეხა ვილი ეს ასაკი შეიძლება არ აძლევს იმდენ არ ვიცი გასაქანი ვთქვა თუ ხო ანუ გამოცდილების ისიც არის გამოცდილებას არ დაჯერებულობა შეიძლება ვერ გაურისკატებს რომ რაღაც ეგეთი უთხრას რა ან ზედმეტად შეურაცხმყოფელი იყოს მისთვის ეგეთი punchline ხო და ნახე კიდე რა იყო აი იქაც ვუთხარი შეფასებისას მაგრამ ეგ ნაწილი არ იყო კაროჩი ვიდეოში რა რომ LeBron James-ზე ქონდა რაღაც ნათქვა მაგ დროს ლაპარაკი იყო და მაგიტომ ამოვიღე ხო და ეგ თემაა რომ LeBron James-ზე რაღაცა იბაზრონ რომ მე ვარო LeBron James-ი 2014 წლის სეზონშიო რაღაც ეგრეთ თქვა 2014 წლის სეზონი და ბიჭო მე დავფიქრდი იმაზე რომ LeBron James-ის პიკი თუ გინდა ახსენო მაგალითად რატო არ გინდა თქვა 2012 წლის LeBron იმიტომ რომ ალბათ პიკში ეგ იყო რა 2012 13 ან 14 15-ის თემაზე რომ გადიხარ ეგეთი პატარა რაღაცეების რა რომელიც ეგრევე ყურში ხდება მე რომ თუ იძახი რომ მე ვარ ამ ტიპის ტოპ ვერსია, მაშინ თქვი ის წელი, როდესაც მართლა ტოპ ვერსია. აი, იმას გეუბნება რომ 11 კლასელია ტიპი რა. ეგ მაგას გეუბნება. ხო, ნახე, ეგეც უმარტივესი punchline-ია რა. რომ ეხა მე შენ გითხრა რომ შენ მე ამ რაუნდს მოგიგებ თავში ტყვის როლით, იმიტომ რომ მე ვარ სნაიპერ ელიტში რო ტიპი იყო ვიღაც პერსონაჟი მის სახელი და გვარი რა, რომელიც არ მახსოვს ახლა. ხო. ანუ ეგ ხო არაფერს არ გეუბნება შენ ესა, პროსტა მე რო გეუბნები რომ მოგიგებ. ხო. მაგრამ რითი მოგიგებ ამას არ გეუბნები. ამას ვერ დებ ამ ყველაფერში და ეგეც იმაზეა რომ მიუხედავად იმისა რომ თუნდაც ეგ ეტყობა ვილის რომ ამერიკული ბეთლები ნანახი აქვს და ბეთლებისთვის ყურადღება აქვს მიქცეული უნახავს გაურჩევია რაღაცებს შეიძლება თუმცა ეგ ვერ დაამუღამა რომ ორი რაღაც ერთმანეთს როგორღაც უნდა შეტენო რა ზედმეტი BS-ის აი დასრულდა მე ზედმეტად დიდი დრო არ უნდა დაუთმო MC იმას აი იცი რას გიზამ? აი, სამი რაუნდი რო ბაზრობ, იცი რას გიზამ და მორჩა მესამე რაუნდი არაფერი არ ქენი, იმიტომ რომ თელი რაუნდი იყო იცი რას გიზამ. კაი, მოდი ეხლა რა გავაკეთოთ, იცი BS-ის კარგი მხარეს ეს ვილი გავიგეთ რა იყო მისი ესე რომ ვთქვა სისუსტე და ნუ კარგი მხარებიც იყო აქ ნახსენები. მოდი ეხლა კაროჩე იმაზე ვიბაზროთ რა იყო BS-ის კარგი მხარე და რა მოაგებინა BS ბეთლი და რას ელოდებით შემდეგში BS-ის. ლიმიტების ცოდნა, თავისი. ძალიან კარგად იცნობდა თავის თავს. და ასე ვთქვათ, ლაინებში თქვა რა, რომ აი არ რთულიო რომ ყველაზე უკეთესი ვარო, მაგრამ შენზე უკეთესი უეჭველი ვარო. ხო და
თავისი ლიმიტები უარყოფით დადებითი მხარეები იცოდა და ისეთი ტექსტი დაწერა, რომ თავისის გამოიყენა რა, სრული ძალები მოაბილიზა რა. ხო და მაგიტო და ვაიბით ძალიან მაგარი ქონდა რა, ისეთი ხო, არ ზედმეტად აგრესიული, არ ზედმეტად ისეთი შეშინებული, აი ისეთ ქუთაისურად ებაზრა რა, შეუსრულა ხო? შენი აზრით? ჩემი აზრითაც ეგაა, რომ ტიპი რომელიც საერთოდ ბეთლზე არაა ნამყოფი, მოვიდა, დადგა იმენა სცენაზე და ისე მოიქცა თითქოს, მე-4 ან მე-5 ჯერ გამოდიოდა რა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი რაუნდი იყო გაცნობა და შესავალი, რომ მე ეს ვარ, მე ეს მჭირს, კარებში ვერ ვეტევი გვერდულად ჩევდივარ და 1000 რაღაც ის მესამე რაუნდში რომ ფასტ ფუდ რესტორნების სახელებით ქონდა და ისევ წონა და ჭამასთან რომ მიდის ბაზარი. მაგას თავდაჯერებულობა ხო იასნა ჭირდება. რომ საკუთარ თავზე ეგეთ დონეზე იღადაო რა. მაგრამ კიდევ მნიშვნელოვანი რა არის, იცი რომ აი ვილის რაც არ უნდა ეთქვა ამისთვის, თუნდაც პირველ, თუნდაც მეორე რაუნდში, მესამე რაუნდში ბიგესი მაინც ეგეთი ხოდით დადგებოდა რა. ანუ ხოდს ვერ დაუგდებ ტიპს, რაღაცნაირად ისეა მოსული, რომ ანუ არ აინტერესებს. არ ნერვიულობს რა. არ ნერვიულობს და იმენა თავში უძის ის, რომ მე მოვიგებ ხა დღეს უეჭველი მოვიგებ აქ რა. ხო, 7 ტიპი აქვს და ბიჭო, ხო, ძალიან გაწონასწორებული იყო ბეთლზე. იუმორის შეგრძნება აქვს. ვერ აწყენინებ ტიპია რა, ანუ შენი სიტყვები ეგეთ ტიპებს უნდა მოგოქულებით რა. ანუ როგორ გითხრა, აი რას ვამბობ, იცი ხო არის რომ ბეთლი მოიგე, არა მარტო იმით რომ იმენა ბეთლურად მოიგე, იმითაც მოიგე რომ შენი მოწინააღმდეგე ბევრად უფრო გატეხილში გავიდა ოთახიდან, ვიდრე შენ. აი მაგ ტიპის ნაწყენი და გატეხილში გაშვება ძალიან რთული იქნება რა. აი ვერაფერს ვერ ეტყვი. ეხა ბიგესის პერსონაჟიდან მე რაც დავინახე, ბიგეს ვერაფერს ვერ ეტყვი ისეთ, რაც თავისთვის ნათქვამი არა აქვს და არ გაუიასნებია რომ ხო. ნუ სუქანი ხარ რა და ეგა რა. მაგრამ მუღამი რა არის, იცი? ისე უნდა უთხრა რო თვითონ ვერ მოიფიქროს რა. აი მაგ შემთხვევაში შეიძლება. ხო, მაგით კი. ხო, ეგა თან რთული ბაზარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვერსია იქნება თავის თავზე ნაღადა, იმიტომ რომ თვითონ ბეთლზე იმდენი მოიტანა, დარწმუნებული ვარ რომ ერთი 10 იმდენი იფიქრა და კიდე დაივიწყა რაღაცები და დაიკიდა რა. ნუ ოკეი, საბოლოო ჯამში ესეთი ამბავია რა, რომ ვექილა მოიგო დამსახურებულად უდაოდ. რაც აქ თქვენთვის არ იყო ამ ვიდეოში გასაგები, შეგიძლიათ მეგობრებო, რომ შეგიძლიათ მობრძანდეთ აქ, ანუ მართლა სერიოზულად ვიძახი რა, ვინმეს თუ იმენა მართლა პრეტენზია აქვს, რომ რატო მოიგო ვექილმა და რატო წააგო გრაფტერმა, შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ და აქ ანუ ყველა ბეთლზე, რავი, აქ ვართ მეც და დოკიც და ხო და განვიხილოთ რა, ეგ ამბავი შეგიძლიათ განიხილოთ. დონეზე გაინტერესებთ მართლა რა. ხო, არ არის პრობლემა რა. პირველ რიგში თან ხო ანუ იყო კიდე კითხვა კომენტარებიდან მახსოვს, აი რატო ხარ შენ ჟიური? რა ხა, აი ამაზე იციან ობეთლემს, მაგრამ შენზე იყო კითხვა რატო არის ჟიური? აი ამაზე მოგვ ძალიან მარტივი პასუხი რა უკვე. თან ახლა გვაქვს ამის საშუალება. ვისაც გაინტერესებთ რატომ არის ეს ადამიანი ჟიური, არის ძალიან მარტივი პასუხი. მისივე YouTube არხი. აღწერაში იქნება, თქვენ გადადიხართ ამ YouTube არხზე, უყურებთ რამდენიმე ვიდეოს იმისთვის რომ გაიგოთ თუ რატომ არის ეს ადამიანი აქ. მე იქ ვიდეოში ვიძახდი, პროსტა მე ძალიან ცუდად ვიძახდი და ამოვჭერით. თან ხმაური იყო მაგ დროს და არ ჩამისვია. საერთოდ აი ამ ოთახში ხა დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ ვინც ვართ, ყველამ ვიცით ჰიპ-ჰოპის 40, 50, 60%. მე მგონია რომ ამ კაცმა 100 იცის რა. მაგიტო არის ჟიურიში მართლა რა, გააქვს განათლება. და თან ისეთი რაღაცები გააძრო თვითონ ბეთლზე თავის ვიდეოში მე როდესაც ნახე რომ ანუ ხო რა ეგეთი განათლების მქონე ტიპი ვისაც ჰიპ-ჰოპის მაგხელა განათლება აქვს უეჭველი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას იქ სადაც ბეთლია რა ამ ყველაფერს თქვენ შეგიძლიათ უყუროთ მისივე არხზე და გაეცნოთ რა და ძალიან მარტივად მიიღებთ პასუხს თქვენს კითხვაზე ხო დოკი კი ბევრად უკეთესი ბეთლემსია ვიდრე ჟიური, მაგრამ ეგ საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ვერდიქტის გამოტანა არ შეუძლია რა. საბოლოო ჯამში ეგ ამბავია. ახსენით ეგ სიტუაცია. მადლობა დიდი ყურადღებისთვის. ხო, დაამატებთ რამეს დანარჩენი ბოლოს? კამერა იწერს ხო? კი. მე იმას დავამატებ, რომ როგორღაც უნდა გამოვიდეთ იმ ძველი შეგნებიდან, ისევ იმას უბრუნდები რა, რომ 2017 წლის მერე გავიდა 9 წელი უკვე და ამ 9 წლის განმავლობაში ვიძახით, რომ
აი ეს ბეთლი და ისევ იმისკენ ვიდივართ რა 2017-ში რომ რაღაცა ერთი ბეთლი იყო და იქ რო ერთი რაუნდი გავარდა ანუ შეუძლებელი უნდა იყოს რომ დღემდე პედესტალზე ყავდეს დაყენებული მაგალითად ის ერთი ტიპი რომელმაც იქ ერთი რაუნდი რაღაც საოცრად ჩაატარა რა ხო და როგორღაც თუ ხალხიც მაყურებელი თუ მოიმართება იმისკენ რომ ელოდებიან punchline-ებს თუ კომენტარებში უბრალოდ იმიტომ არ მოაგებიებ ტიპს რომ შენ გაგისწორდა და შენი ბრატიან ჯერთ ვიღაცებმა კიდე ის დაწერეს რომ მე რამდენად უნდა მოაგებიოთო თქვენიანსო და ანუ ვექილი პირველად ნახე იმ დღეს ხელი მქონდა ერთ-ერთი ჩამორთმეული და გამარჯვება მქონდა ნათქვამი მეტი ინტერაქცია ხო რადგანაც ბეთლზე ყავთ ნანახი ხა მართლა ტიპებს გონიათ რომ ყველა ან ჩემი ძმაკაცია და კიდე რა გონიათ იცი ტიპებს რომ მე რაიმე სახის გავლენა მაქვს ჟიურიზე რა ანუ არ ვიცი ეგ საიდან არის ეგ მითოლოგია მაგრამ დედასპიცა ვარ ფინალი რომ მომაგებინეშე რომ ჩემი ძმაკაცი ხარ პელეს არ იცნობ თელი ცხოვრებაა მე და შენ ვარ ძმები ივანა ბავშვობიდან პელეს ვიცნობ 2017 წლიდან ეს გავიცანი შარშან წინ ანუ ხოზე ხარ და მაინც რაღაცა და ხოზე არ არის ხალხო ეგრე რა საერთოდ მე პირადად გეტყვით რა ფეხებზე მკიდია ვინ მოიგებს პირდაპირ გითხრა და გულწრფელად რა ჩემთვის განსხვავება არ აქვს ეხლა რა მნიშვნელობა აქვს მე ფულს ედის გადავუხდი თუ იმას რა ედის გადავუხდი თუ დოქს ხო არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოიგებს ფული უნდა მივცე რა მნიშვნელობა აქვს ხო და პლუს ამას კი რა თქმა უნდა მაღლობს ის რომ კარგმა ტიპმა მინდა რომ მოიგოს მაგრამ ჟიურიზე არა მაგ გავლენა რა და სამაგიეროდ მე ის ჟიური თუ ცუდ ტიპს გაამარჯვებინებს უბრალოდ შემდეგ ბეთლზე აღარ იქნება რა და ზუსტად გაითიშა ამ სიტყვების თვისას მოკლედ ის კამერა გაითიშა ამ კამერაში და იმიტომ გაითიშა რომ მემორი მორჩა აქვე გეტყვით მეგობრებო რომ გამოიწერეთ რაიმენდ როციც იმიტომ რომ 20000-ზე უნდა ავიდეთ უეჭველი გამოიწერეთ ედის არხი იმიტომ რომ ძალიან ბევრ ინფორმაციას მიიღებთ ჰიპ-ჰოპთან დაკავშირებით და საბაშა ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი კითხები რო არის ხოლმე სულ ლუდს რატოსოსო ბიჭო ანუ მაგაზეც გიპასუხებთ მოკლედ რა ვარ ჰიპ-ჰოპ ივენტზე ვარ ბარში აქვთ კაი ლუდი და თან ეგ ლუდი ჩემი სპონსორია რავი რა დავli წყალი ანუ პროსტა რო გევასება ლუდი ეგეც და ლუდიც მაგრად მიყვარს კი ან მაგრამ მევასება ლუდანა ხო და არ არის რა საჭირო ეგეთ დეტალებში ჩაძიება რა ბეთლა ხო გისწორდი მე სულ არ მიყუროთ მე იქ პროსტა ვდგავარ წარმოიდგინე ხე ჩემს გვერდზე რომ ვიღაცა ტიპი დგას და წამყვანი არა ლუდსვავს აუდების დროს რომ დიჩის ლუდს უყურებთ მაგით ვარი რომ მე კომენტარებში მაგას ანუ ვინ მოიგო და ვინ არა რომ ვერ არჩევ ლუდს არ უყურებთ მოკლედ თუ გაგისწორდებათ ამ შინაარსის ვიდეოები შეგიძლიათ რომ დაწეროთ გვაცნობოთ კომენტარებში კიდე გავარჩევთ იმედი მაქვს რომ ხა ეს ვიდეოებიც არ დაიწყა თქვენ ძმა არტისტები არ გევასებათ და რაღაცეები არ მოყვება რა არა მაგაზეც ვიბაზრეთ უკვე რა ხო მაგრამ მაინც ველოდები ყველა არტისტი გვევასება ვინც სტილობს და რაღაცას აკეთებს რა გრაფტერიც კაი ტიპია ვექილიც კაი ტიპია პროსტა უნდა გველაპარაკა ამ თემებზე რა უეჭველი რა ეგრეა რა ეგრე მოითხოვს საქმე შევხვდებით შემდეგ ბეთლებზე შეგახსენებთ 19 აპრილს არის სეზონსგარე ბეთლი ამის აფიშას ამოვანათებ და კიდე მერე გელოდებათ ნახევარფინალი, ფინალი და მერე გელოდებათ მაიკ დროპი.